უცხოელებს კურიერება და ტაქსის მცხოვრებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილისთვის. წავიკითხავ. აგერ არის შემდეგი შინაარსი. რა მოყვება ამაგრძალოს? ან ამ ბაზრებზე შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი, ან დამსაქმებელს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა, ან რაღაც საშუალო მოიძებთ. გაიგე? ქართველებისთვის ხელფასის გადახდა მოუწევთ უფრო მაღალი. დამსაქმებლებს მოუწევთ ქართველებისთვის კაი ხელფასის გადახდა. რა იქნება შედეგი? იქნება ნაკლები ტაქსი და ნაკლები კურიერი და ან გაძვირდება ეს სერვისები. ამას ქვია გაღარიბება. ჩერგოლეიშვილის პოსტით წავიკითხოთ და მე გავარჩევთ სინამდვილეში რა მოხდა რა. ემიგრანტებისთვის მუშაობის შეზღუდვით რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, იცით? რომც გაძვირდეს მომსახურება ამ სფეროებში. გაძვირდა იმით, რომ ქართველები დასაქმდნენ და ქართველებს უკეთეს ხელფასს უხდიან, ხო? მან უნდა გვესმოდეს. მაგ მეც ვიხდით ქართველებისთვის უკეთეს ხელფასს. ქართველები რომ დამაგრდნენ ამ ქვეყანაში, აქედან რო არ გაიქცე. დემოგრაფიული ყდომის ტენდენცია კიდევ უფრო უარეს ხარისხში არ ავიდეს აქ. მაგაში ვიხდით ფულს. ეგ ფასიყის, კაცო, ეგ უნიშნელოვანესი კომპონენტია შენი უსაფრთხოების. საქართველოში მუშახელი გაძვირდა ნიშნავს, რომ ქართველს მაღალი ხელფასი აქვს უფრო. ხელფასი რომ მოგემატოთ თქვენ ხალხო, მაგას ქვია გაძვირდა მუშახელი. კეთილი ინებეთ, ქართველები დაასაქმეთ და ქართველები თუ მათხოვრულ ხელფასზე ჰოი საოცრება არ მუშაობენ, გაუზარდეთ ხელფასზე.